დადექით. ზადა? გვაჩვენე. ხუმრობ ჟენია? რას ნიშნავს ეს? ყველა ფოტოზე პირი ღია მაქვს. იქნებ იმიტომ რომ ნაკლები საუბარი გჭირდება? რატომ მაქვს ხოლოდ ფეხისა და ხელის ნახევარი? როგორც ჩანს კამერამ სუკანს მაჩენს. ეს კამერის ბრალი არ არის. ჟენიასთვის სურათის გადაღების ხონა ცუდი იდეა იყო. ეს იგივეა რომ ბიგ მაკი და კარტოფილი ფრი, კოკა-კოლა ზეროსთან ერთად ტალიო. ავიღებ შტატივს და კამერას დავდებ. შეიძლება მე ფოტოგენური ნამდვილად არ ვიყო. ეს შეუძლებელია. ჩვენი დაწყებითი სკოლის ფოტოებზე ჩემი ულამაზესი მასწავლებელიც კი დავჭრილე. თელი გამოსაშვები წვეულების განმავლობაში ტიროდა. ამ შემოქმედებით არეულობაში ვერაფერს ვერ იპოვი. ყოველ შემთხვევაში ფენი თავის ადგილზეა. ღმერთო ჩემო, რა არეულობაა? ის ლასტები, რომლებსაც ვეძებდი. ჩანთა. ჰეი, აქ ხარ? აქ ნამდვილად არ არის. შეიძლება დედა ცოტა მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენს ოთახებში ძალიან არეულობაა. ჰეი, რას ნიშნავს ეს? თუ ვინმე ჩემი გაპრენკვა გადაწყვიტა, იდუ სიამოვნებაში გაეხვევა. ეს საიდუმლო კარი ყოველთვის აქ იყო? თუ უბრალოდ გაჩნდა? მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვერსია საშინლად ჟღერს. მაინტერესებს ეს სიზმარია თუ მართლა რაღაც უცნაურ საიდუმლო ოთახში მოვხდი? ვაიმე, გთხოვ, არ თქვათ რომ ისე უსიამოვნებაში ვარ. რა ოთახია ეს? რატომ გამოიყურება ასე საყვარლად? წავალ, ხებს უნდა ვაჩვენო. ჰეი, ბავშვებო. ახლა მე შენ ისეთ რაღაცას გაჩვენებ. არა, მე უნდა გაჩვენო რაღაც. რა გაქვს? რადა? ბოგდანმა იღლიებით გაზების ხმების გამოცემა ისწავლა. ვიპოვე საიდუმლო ოთახი. რა? შენი ახალი ამბავი გაცილებით საინტერესოა. კარგი რა? უნდა თქვა რომ შენ ხედავ ამას და მე აგავგიჟებულ ვარ. ღმერთო ჩემო, რას ნიშნავს ეს? სწორედ ამას ვამბობ მეც. შტატივს ვეძებდი, ამ არეულობას ნელ-ნელა ვალაგებდი და შემდეგ ეს ვიპოვე. მინდა ვნახო რა არის შიგნით და სურათები გადავიღო. გამომწერებს ასეთი რამ არასდროს უნახავთ. როგორ მოგწონს ეს, ილონ მასკ? კარგი. ანუ ჩვენ მშვიდად ცხოვრობდით სახლში, სადაც კედელში არსებულ საიდუმლო კარში თოჯინების სახლია? რატომ არის ეს კარი დამალული ისე, რომ მისი პოვნა საერთოდ შეუძლებელი იყო ადრე? იქნებ ამ სახლს რაიმე საიდუმლო აქვს? დიდი საიდუმლო. დანარჩენებს უნდა დაუძახოთ. ისინი ნამდვილად არ პაპატიებენ, თუ ამ ყველაფრის გამოაშკარავების გარეშე დარჩებიან. წავიდეთ. ვერ ვიჯერებ რომ ასეთი ხარ. შტატივის პოვნას კი არ შეგიძლია. მართალია, მაგრამ ჩვენ ვიპოვით ისეთი რამ, რაც გაგაოცებთ. იმედია ჩემი ბავშვობის ფოტოალბომი არ გიპოვიათ. საბედნიეროდ არა, ჩვენ საიდუმლო ოთახი ვიპოვეთ. რა საიდუმლო ოთახი? საიდან ვიცით? ოთახი საიდუმლოა. ეს ნიშნავს რომ პრობელი იდუმალია. სხვა სულელები მოძებნეთ, ვინ დაიჯერებს ამას? არ გჯერა? მობრძანდი და თავად ნახე. თუ იქ საიდუმლო ოთახი არ იქნება, ჩემი $50 გმართებ, ჩემი ძვირფასი დროის ფუჭად კარგვისთვის. ხედავ ამას? ვის აქვს ახლა $50 ვალი? სად არის ეს საიდუმლო კარი? სათვალის ფული შემიძლია მოგცე? ვერ ხედავ? კარი აქ არის. რას გულისხმობ? ნუ ითვლით რომ ვერ ხედავთ. ვის მოტყუებას ცდილობთ? აქ არაფერია. კარი არ არის. თქვენ ჩვენს მოტყუებას ცდილობთ, გოგოებო. ვერ გავიგე რა ხდება. წამოდი ჩემთან, ჩემო მეგობრებო. ესეც ვერ გაიგონეთ? არ აქვს მნიშვნელობა გავიგონეთ თუ არა, მაგრამ ხმა მკაფიო იყო. ოთახიდან ხმა გამოდის. იქ ვიღაცაა. კარგი, არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ხმა რომელიც გავიგე, ნიშნავს რომ აქედან უნდა წავიდეთ. გეთანხმები? თქვათ მართლაც არის რაღაც ადგილი აქ, მაგრამ რატომ ვერ ვხედავთ ვერაფერს? ძალიან უცნაურია. ეს ოთახი რომელიღაც თოჯინა პრინცესას ოთახს გავდა. ეს ყველაფერი ვარდისფერია და გოგოს ოთახივითაა. კარგი, იქნებ დედა გპრენკავს? სახლში არ არის. რაღაც მეუბნება რომ მას ძალიან დაეზარებოდა ოთახის დიზაინის შექმნა და ასე შემდეგ. შეწუხება. ჯადოქარი არ არის რომ დარწმუნდეს რომ კარს ვერ დაინახავთ, მაგრამ ჩვენ დავინახეთ. რა მოხდება თუ ეს ნამდვილი თოჯინების ოთახია? რატომ ვერ ვხედავთ მას? და კიდევ, რატომ იყო კარი დამალული? ეს არის ის, რაც უნდა გავალკვიოთ. არ ვიცი ეს თუ დაგეხმარებათ, მაგრამ საკმაოდ უხეშად გამოიყურება.
უნდა გამომეცნო. ეს თოჯინების ოთახია, გოგოს ოთახი. ეს გოგოს ოთახია. მერე რა? ეს აშკარაა. ეს გოგოს ოთახია. თქვენ კი ბიჭები ხართ. რაღაცნაირები. მართალია, მხოლოდ გოგოებს შეუძლიათ მისი დანა. თქვენც გოგოები ვით უნდა გამოგაწყოთ. არ ვიტყვი რომ სიმპათიურები ხართ, მაგრამ მახინჯ შეყვარებულებთან ერთად ასეთები იქნებით. იმედი მაქვს, თოჯინებს იდეალური მხედველობა არ აქვთ და ჩვენზე ეჭვი არ შეეპარებათ. მოიცა, მართლა გჭირდება იქ წასვლა? ხო, საერთოდ არ შევიდეთ რა. დღემდე ჟრუანტელი მივლის ან საშინელი ხმისგან. ვისი გეშინიათ? ისინი უბრალოდ თოჯინები არიან. ოთახი კი საკმაოდ საყვარლად ჩანს. ბოროტი თოჯინები მხოლოდ საშინელებათა ფილმებშია. შეგიძლია შენ შეყვარებულს უთხრა რომ საიდუმლო ოთახი იპოვე. კარგი, რაც არის. იმედია არაფერი არ დაგვემართება ჩვენ. კარგი, წავიდეთ. ღმერთო ჩემო, ბოლო წუთამდე მეგონა რომ ჩვენ გავკვრენკავდით. თითქოს ჩვენ სხვა საქმე არ გვაქვს. მოიცა, დარწმუნებული ხართ რომ იქ შესვლა უსაფრთხოა? არ ფიქრობთ რომ წინა მფლობელს ამ კარის დამალვის მიზეზი ჰქონდა? შენია ცოტა დაფიქრდი. რა ცუდი რამე შეიძლება მოხდეს თოჯინების ოთახში? შესაძლოა ეს კარი შემთხვევით არ დამალულა და ის საერთოდ არ არის საიდუმლო. კარგი, მოიცა. ნუ იქნებით ასეთი გულუფრყვილოები, ბიჭებო. თუმცა თქვენი მამაცის სახეების ყურებისას ვერ ვბედავ ბიჭების კი წოდოთ. კარგი, მოიცა. როგორც ჩანს ამ ოთახში თოჯინები ჩემზე უკვე ცხოვრობენ. იცით, მიუხედავად საყვარელი გარემოსა, ოთახი საშიშად გამოიყურება. ოჰო, კი. მეგონა სათამაშოების მაღაზიაში ვიგრძნობდი თავს, მაგრამ თავი სასაფლაოზე მგონია. და ის ოთახის მფლობელია, არა? მოიცა, მისი ხმა იყო? თოჯინების ლაპარაკი ნორმალური არ არის. კარგი რა, ნუ იქნები ბავშვი. ალბათ რაღაც ჩაშენებული რამ აქვს, რაც მას ალაპარაკებს. როგორც ის დათუნია სათამაშო, რომელთან ერთადაც გძინავს ხოლმე. არც კი გაბედო რომ დასცინო პატრიკს. ვაუ, ვინ არის ეს? ვაიმე. მოიცა, რა ხდება? მხოლოდ მე მგონია რომ ოთახს აქ ჩვენი ყოფნა არ უნდა? არ ვიცი რა იქნება შემდეგ, რაღაც მეუბნება რომ უნდა გავიქცეთ. წამოდი, ბოგდან! ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დახვედრა არ ყოფილა. კარგი, რატომ მოხდა ასე იმ ოთახში? მგონია რომ ჟენიას ბრალია ყველაფერი. რატომ? რატომ და? თოჯინას არ უნდა დასცინო. მე ყოველთვის დამნაშავე ვარ ყველაფერში, რაც კი შეიძლება იყოს. იქნებ გაბრაზებულია რომ დაპატიჟების გარეშე მივედით, გარდა ამისა ხელსარიელი მივედით. მართალია, ეს თავაზიანობა არ არის. მოდი მას თავაზიანად მოვექცეთ. სახლში ყველა ვარდისფერი ნივთი შევაგროვოთ, ტკბილეული, სათამაშოები და ყველაფერი, რასაც კი ვიპოვით. რატომ ვარდისფერი? თოჯინა გოგოა. თოჯინებს უყვართ ვარდისფერი. გოგოებსაც მოსწონთ ვარდისფერი. 10 წუთში ისევ აქ შევიკრიბოთ. კარგი, რაღაც ვარდისფერი. კარგი, საჭმელს წამოვიღებ. კარგი. საჭმელი რა გვაქვს? Pink Tacky. გამოდგება ვარდისფერი ჟელეები. ვარდისფერი რძე. ვაუ, ძეხვეული. აუცილებლად უნდა გქონდეს. კარგი. რაღაც ვარდისფერი უნდა ვიპოვო. ზედა გამოვიცვალე. იმედია მოეწონება. ვარდისფერი საყურეები, დედას ჰუდი, დედას ვარდისფერი ქურთუკი, ვარდისფერი სასმელი, ზადვარ, გარდერობი. აქ აუცილებლად ვიპოვი რაიმე ვარდისფერს. ღია ვარდისფერი ბლუზა, ვარდისფერი ექსტრემალურად კაშკაშა ჩანთა. რა არის შემდეგი? ვიღაცის წინდები, ნიკოლის შორტები. თოჯინა, მოვდივარ. ასე რომ რაღაც ვარდისფერი მჭირდება. ნიკოლის თერმოსი, ეს ალბათ გამოდგება. ვაუ, ნიკოლის ჩანთა. კიდევ რაღაც უნდა მქონდეს. კრემი. იმედია ესეც წავა. რამე ვარდისფერი ხომ არ იპოვეთ ბავშვებო? კი. ჟენია, ეს ჩემი კოსმეტიკაა. ბოგდან, რატომ მოიტანე ძეხვეული? ისინი ვარდისფერია. დავალება არ იყო ყველაფერი ვარდისფრის მოტანა, არამედ ისეთი რამის მოტანა, რაც გოგონა თოჯინასთვის საინტერესო იქნებოდა. მეგონა ყველაზე მნიშვნელოვანი ფერის შენარჩუნება იყო. კარგია რომ ტუალეტის ჯაგრისი არ მოგიტანია, რადგან ისიც ვარდისფერია. ტუალეტის ჯაგრისს არ შეეხოთ, არავის მივცემ. იცოდეთ რომ მას ურთულესი სამუშაო აქვს. აიღეთ ნივთები და წავიდეთ. ჟენია, აიღეთ თერმოსი. ყველაფერი უნდა აუხსნათ მას, რომ გაიგოს, რომ მშვიდობით მოვედით. ეს შენთვისაა. ჩვენ მოვიტანეთ საუკეთესო, რაც კი შეგვეძლო რომ გვეპოვა. ლედი დიანას ვარდისფერი პოსტერის გარდა, ის ჩემს ოთახშია. ჩვენ შენთან მოვედით სიკეთითა და მშვიდობით. ბავშვებო, ჩვენ რაღაც კულტის მიმდევრებს ან საკმაოდ უცნაურ ჰიპებს ვგავართ. მოიცა, კარგი, ჩემს ოთახში ყველანაირი მაგარი სამაჯური მაქვს. შემიძლია მათი მოტანა. მოიცადეთ, ეს სიტუაცია ძალიან მანერვიულებს. რა გჭირს? ტუალეტში წასვლა გინდა? კარგი, ვინ ჩაკეტა კარი? რას უნდა ნიშნავდეს ეს? კი, ეს უკვე სასაცილო აღარ არის. თოჯინას არ უნდა ჩვენი წასვლა. რატომ? თქვენ ბოროტი თოჯინების ბუნაკში მოხვედით. ვინც აქ მოვიდა,
ამ ოთახიდან აღარასდროს აღარ გავა. შეგიმჩნევიათ, რომ მოდით კეთილები ვიყოს სტრატეგია ჩვენზე არასდროს მუშაობს. მართალია, სინამდვილეში 11 ჩვენი სტრატეგია არ მუშაობს. კარგი, რა ვქნათ ახლა? გადარჩენას ეცადოთ. რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ აქედან. მაგრამ როგორ გავაღოთ კარი? თუ ის როგორღაც ჩაკეტილია, მაშინ შეგვიძლია რომელმე გავხსნათ. შესაძლოა ოთახში გასაღებები იყოს დამალული. უნდა ვიპოვოთ ისინი. ფრთხილად იყავი. ვინ იცის რა შეიძლება მაგ მოხდეს? ეძებეთ ყველა შესაძლო და არაშესაძლო ადგილას. ანუ გამოდის რომ აბსოლუტურად ყველგან უნდა ვეძებოთ. აქ გასაღებებია. ისინი ერგება? არა, კარგი. მე ვიპოვე. გასაღებებს გულისხმობ? არა, მაგრამ რაღაც საინტერესო. შეხედეთ. რა არის ეს? კარგი, ვინ გონია რომ არის? იქნებ ოთახი მას ეკუთვნის? თოჯინას ეკუთვნის ოთახი, დაგავიწყდა? რა მოხდება თუ თოჯინა ეს გოგოა? რას გულისხმობ? რა მოხდება თუ გოგონა მოჯადოებულია და ის თოჯინის სხეულშია დამალული? სამუდამოდ ჩემთან დარჩებით. არ დამიჯერებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამას ვისმენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ისევ ადამიანად გადაქცევაში. რატომ ამდენი სიკეთე? კარგი, არ ამგონია სხვა გზა გქონდეს, აქედან წასასვლელად. გვინდა დაგეხმაროთ, რომ ისევ ადამიანად იქცე. მოგვეცი შანსი. იცით რა? ვერ ვიტყვი, რომ ადამიანობა თოჯინობაზე უკეთესია. ამდენი საზრუნავი და პრობლემა. ზატა, ვიღაც აუცილებლად უნდა დარჩეს ამ ოთახში. ოთახი ცარიელი არ შეიძლება იყოს. კარგი. არა, ნამდვილად არ ვარ მზად ამ ოთახში სამუდამოდ დავრჩე. აქ არც ტუალეტი არის და არც აბაზანა. მაგრამ სააბაზანოს ხშირად არ იყენებ, მაშინაც კი როცა სახლში ხარ. ჩვენ სხვა გზებსაც ვიპოვით, რომ დაგეხმაროთ. გითხარი სად არის გასაღები და აქედან წაგიყვანთ და ოთახს გავანადგურეთ. სადაც ყველაფერი ყოველთვის ცარიელია. ეს გამოცანაა? გასაღები იქ არის, სადაც ყველაფერი ცარიელია. რა შეიძლება იყოს ეს ადგილი? ყველაფერი ვეძებეთ. აქ ცარიელი არაფერია. იქნებ ჟენიას თავია? ის ყოველთვის ცარიელია. აი, ეს უფრო შენი თავივითაა. თავი, ზუსტად. თოჯინებს როგორც წესი ცარიელი თავები აქვთ. იქ უნდა ვეძებოთ. კარგი. არაფერია. ჩემი საერთოდ არ ეხსნება. ისიც ცარიელია. ეს ჩემი თოჯინაა. მე ვიპოვე. წავიდეთ. წავიდეთ, წამოდით. ბავშვებო, კარი უნდა გავენადგუროთ, რომ ამ ბოროტი თოჯინის ოთახში სხვა ვერავინ შევიდეს. ბავშვებო. სად არის ის? სად არის ნიკოლი? შესაძლოა ის მოხდა, რაც თოჯინამ თქვა. მამ თქვა, რომ ყველა ვერ გავიდოდით და ვიღაც უნდა დარჩენილიყო ოთახში. უფრო მაინტერესებს სად არის გოგონა, რომელიც თოჯინის სხეულში იყო? მართლა გაწუხებს ახლა ეს? დიახ, რა მოხდება თუ ის ლამაზია? ხო, ეს მართალია. თქვენ რა? ორივე გაგიჟდით? რა მოხდა? სიყვარული არაპროგნოზირებადია. საერთოდ რაში გვაინტერესებს ეს? გონი სახლში დაბრუნდა. მე უფრო ნიკოლზე ნერვიულობ. რა მოხდება თუ ნიკოლი ახლა თოჯინაა? როგორ დავაბრუნოთ იგი? ნიკოლ! როდესაც თქვი რომ მინდა ნიკოლი საბოლოოდ გაჩუმდეს თქო, არ მინდოდა მართლა სამუდამოდ რომ გაჩუმებულიყო. საქმე ცუდადაა, ძალიან ცუდად. როგორ დავიბრუნოთ ის? კარგი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. კარგი, ნიკოლ მოიცა, ჩვენ შენს ხელში დაგაბრუნებთ. რა ვქნათ? როგორ გამოვიყვანოთ ნიკოლი? იქნებ არსებობს რაიმე სახის ცერემონია თოჯინისა და ადამიანის სულის გასაყოფად? მოდი, დავგუგლოთ. კარგი რა. როგორ ფიქრობთ? გუგლს აქვს პასუხი? ადამიანის სულის თოჯინიდან ამოღება. რეგისტრაცია ონლაინ ან SMS-ით. ვაუ! აი, ბოგდანჩიკ. 236 ადამიანმა უკვე დაგუგლა ეს. რა უნიკალური სიტუაცია გვაქვს? ასე ცოტა ადამიანმა მოძებნა. თოჯინისა და ადამიანის სულის გასაყოფად ძველი რიტუალი უნდა შესრულდეს. სანთლები წრეში მოთავსდეს და ცენტრში შიგნით ჩაკეტილი ადამიანის სურათი დადეთ. გარეთ დადეთ წყლით ჩიქა და სამჯერ თქვით: მოდი, წყალი დალია და ისევ დაგვიბრუნე, ვინც გიყვარს. ამის შემდეგ სამჯერ ახდით ერთ ფეხზე და დაასხით წყალი ფოტოზე. კარგი, სულელურად ჟღერს. კი, ეს ნიშნავს, რომ მიმუშავებს. წავიდეთ.
კარგი, ახლა ერთად ვთქვათ. სიტყვები ხომ გახსოვთ? მოდი, წყალი დალია და ის დაგვიბრუნე, ვინც გვიყვარს. მოდი, დალია, წყალი და დააბრუნე ის, ვინც გვიყვარს. დალია, წყალი და დააბრუნე ის, ვინც გვიყვარს. და ახლა ერთ ფეხზე ახტით. 1, 2, 3 და ფიქრობთ რომ გაამართლა? უნდა შევამოწმოთ. ასეთი სისულელე არასოს გამიკეთებია შედეგის ასეთი იმედით. თოჯინა გაქრა. თქვენც ხედავთ ამას? კი, ის ისევ აქ არის. ნიკოლ, ჩვენ შენ გადაგარჩენ. ვერ ვიჯერებ, გამოვიდა. კარგად ხარ, ნიკოლ? თითქოს შემჭამეს და გადმომაპურთხეს. მთელი თავის ველი მაქვს. თითქოს წყალი დამასხეს. მთავარია რომ ჩვენმა გეგმამ ბოლომდე იმუშავა. კარგი, ბოლოს და ბოლოს გამხსნით? რა თქმა უნდა. ახლა კი წავიდეთ აქედან, უკვე ძალიან მეშინია. წავიდეთ. დაკეტილია. გავიღალე. მეზიზღება ეს სულელი ბოროტი თოჯინები. წამოდით, იღეს. თუ გინდა ძლიერად ითამაშო, ჩვენ ძლიერად შეგვიძლია რომ ვითამაშოთ. თოჯინები არასდროს არ მომწონდა. მე რატომ ესროლე? შეხედე. კარი იხურება. უნდა წავიდეთ. გაიქეცი. იჩქარეთ. ვერ ვიჯერებ რომ თავის გადარჩენა შევძელი. ჩვენი ცნობის მოყვარეობა ჩვენ მოგკლავდა. კარგი ბავშვებო. ამიერიდან კი ორჯერ დაფიფტით, სანამ უცნობ კარებში შევალთ. ეს მართალია. თოჯინებით აღარასდროს აღარ ვითამაშებ. რა? ისევ თოჯინებით თამაშობ? ეს არ მიგულისხმია. რა თქმა უნდა, არ ვთამაშობ. ფიქრობ, სად არის ის გოგო, რომელიც ნიკოლამდე თოჯინაში ცხოვრობდა? ძალიან მინდა რომ ვიცოდე. ახლა სახლში ვარ და თქვენ ჩემი თოჯინები ხართ. 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის სახლზე ხართ. მანდათან მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყეთ და ლაიქება. და ჩვენ გავიკეცით. ნახვამდის.